მეტალების ბრძოლა, ტიტანი, ოფსათი, ვოლფრამი, რომელი გიგანტის ჯობს. როგორ ხართ, ინჟინერიის მოყვარულებო? დღეს რინგში შევალთ, რომ ვიხილოთ მასალების სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მომხიბლელი დუელი. წარმოიდგინეთ, რომ უნდა ააშენოთ რაღაც, რაც საზღვრებს ცდება. თვითფრინავი, რომელიც უფრო მაღლა დაფრინავს, იმპლანტი, რომელიც სრულყოფილად ერწყმის თქვენს სხეულს, ინსტრუმენტი, რომელიც ყველაზე მაგარ ფოლადს აჭრის, ან ფილამენტი, რომელიც უკიდურეს სიცხეს უძლებს. მაგრამ ვინ არიან ნამდვილი ჩემპიონები, როცა წნევა მაქსიმალურია და პირობები უკიდურესად რთული? დღეს ერთმანეთს შევადარებთ ორ ყველაზე შთამბეჭდავ ლითონს, რომელსაც ინჟინერია იცნობს: ტიტანს და ვოლფრამს. ერთი ცნობილია თავისი სიმსუბუქითა და შეუდარებელი სიმტკიცით, მეორე კი სიმყარითა და დნობის წერტილით, რომელიც ნებისმიერ ღუმელს აჯობებს. მაგრამ რომელი მათგანი უფრო მრავალმხრივია, რომელი გამოირჩევა თითოეულ კატეგორიაში და საბოლოოდ რომელი გაიმარჯვებს ამ მეტალის გიგანტების ბრძოლაში. საწყისისთვის უნდა გავიგოთ, რომ ტიტანი და ვოლფრამი არ არის ჩვეულებრივი მეტალები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში შეგვხვდებათ, როგორც რკინა ან ალუმინი. ესენი განსაკუთრებული მასალებია, ინჟინრების მიერ საგულდაგულოდ შერჩეული იმ ამოცანებისთვის, სადაც სხვა მეტალები უბრალოდ ვერ გაართმევდნენ თავს. ორივეს აქვს თვისებები, რომლებიც უნიკალურს ხდის მათ, მაგრამ მათი სიძლიერე სრულიად განსხვავებულ ასპექტებშია. მოდით დავიწყოთ ჩვენი პირველი გლადიატორით, ტიტანით, რომელიც აღმოაჩინეს მე-18 საუკუნის ბოლოს და სახელი ეწოდა ბერძნული მითოლოგიის ტიტანების პატივსაცემად, რომლებიც ცნობილნი იყვნენ თავიანთი კოლოსალური ძალით. ტიტანის გასუფთავებას და მისი თვისებების სრულად გაგებას დიდი დრო დასჭირდა. მაგრამ ბოლოს და ბოლოს რა ხდის ტიტანს ასეთ განსაკუთრებულად და რატომ არის ის ასე დაფასებული? პასუხი თითქმის ჯადოსნური თვისებების კომბინაციაშია. ის წარმოუდგენლად მსუბუქია, მაგრამ ამავე დროს აქვს შთამბეჭდავი მექანიკური სიმტკიცე. ხშირად აჭარბებს ფოლადს სიმტკიცე წონის შეფარდებით. წარმოიდგინეთ მასალა, რომელიც თითქმის ისეთივე ძლიერია, როგორც ფოლადი, მაგრამ დაახლოებით 85%-ით ნაკლებს იწონის. გარდა ამისა, ტიტანი კოროზიისადმი გამძლეობის ნამდვილი ოსტატია. და რატომ არის ტიტანი თითქმის შეუვალი კოროზიის მიმართ? თუნდაც აგრესიულ გარემოში, მაგალითად ზღვის წყალში ან გარკვეულ მჟავებში. როდესაც ტიტანი ჟანგბადთან კონტაქტში შედის, ის ქმნის თხელ ტიტანის ოქსიდის ფენას, რომელიც უკიდურესად სტაბილური და პასიურია. ეს ფენა მოქმედებს როგორც დამცავი ფარი, რომელიც ხელს უშლის ქვემოთ მდებარე ლითონის დაზიანებას. ეს თვისება მას იდეალურს ხდის საზღვაო კომპონენტებისა და ქიმიური აღჭურვილობისთვის. და კიდევ, ტიტანს აქვს საოცარი ბიოშეთავსებადობა. ის არ არის ტოქსიკური და არ რეაგირებს სხეულის ქსოვილებთან. ეს საშუალებას აძლევს ძვლებს გაიზარდონ და პირდაპირ ინტეგრირდნენ მის ზედაპირთან, რაც აუცილებელია პროთეზებისთვის, პინებისთვის და სტომატოლოგიური იმპლანტებისთვის. მისი დნობის წერტილი მაღალია, დაახლოებით 1668 გრადუსი ცელსიუსი, რაც მას შესაფერის ხდის მაღალი ტემპერატურის გამოყენებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამ მხრივ აბსოლუტური ჩემპიონი არ არის, ეხლა დავიცნოთ ჩვენს მეორე მასალას, ტუნგსტენს. სახელწოდება ტუნგსტენი შვედური სიტყვიდან თუნგსტენ მოდის, რაც ნიშნავს მძიმე ქვას, რაც მის გამორჩეულ სიმკვრივეზე მიუთითებს. ასევე აღმოჩენილი მე-18 საუკუნის ბოლოს ტუნგსტენმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა თავისი უკიდურესი თვისებებით. მაგრამ რა ხდის მას სუფთა ელემენტებს შორის უფრო მკრინ და მყარ ლითონად და რატომ აქვს მას ყველა ცნობილ ლითონს შორის ყველაზე მაღალი დნობის ტემპერატურა? პასუხი მის ატომურ სტრუქტურასა და მეტალურ კავშირებშია, რომლებიც წარმოუდგენლად ძვირია მის ატომებს შორის. ამ კავშირების გასაწყვეტად უზარმაზარი ენერგიაა საჭირო, რის გამოც მას საოცრად მაღალი დნობის ტემპერატურა აქვს. დაახლოებით 3422 გრადუს ცელსიუსზე, რაც ყველაზე მაღალია ყველა მეტალს შორის და მეორე ყველაზე მაღალია ყველა ელემენტს შორის, მხოლოდ ნახშირბადის გრაფიტის ფორმას ჩამორჩება. ეს სიმკვრივე და უკიდურესი სიმფლიცე ტუნგსტენს იდეალურ მასალად აქცევს იმ დამოკენებებისთვის, სადაც მაქსიმალური გამძლეობა ცვეთისა და დეფორმაციის მიმართ არის საჭირო. ის იმდენად მტკიცეა, რომ გამოიყენება მაღალი წარმადობის საჭველი ინსტრუმენტებისთვის, რომლებიც მარტივად ამუშავებენ სხვა მეტალებსა და შენადნობებს. თუმცა, მიუხედავად ასეთი სიმტკიცისა, რატომ არის ის ოთახის ტემპერატურაზე ასეთი მტორავადი? პარადოქსულია, რომ იგივე ატომური სტრუქტურა, რომელიც მას სიმტკიცესა და მაღალ დნობის ტემპერატურას ანიჭებს, ასევე მას შედარებით მთვრევადსა და მსხვერპლად ხდის, როდესაც მაღალი ტემპერატურა არ არის. ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის მდგრადია ნაკაწრებისა და დეფორმაციების მიმართ, დარტყმისას შეიძლება გათხდეს ან დაილეწოს.
ტუნგსტენის დაჯიმვის სიმტკიცეც შთამბეჭდავია ოთახის ტემპერატურაზე, მაგრამ მისი სიმტკიცის და წონის თანაფარდობა ვერ შეედრება ტიტანისას. წარდგენები დასრულდა და ეხლა დროა ბრძოლისთვის, რათა გადავწყვიტოთ, რომელი ნიტონი აჯობებს. მოდით ჯერ სხვადასხვა კატეგორიაში შევადაროთ ისინი. მექანიკური სიმტკიცითა და სიმსუბუქით ტიტანი უდავო ჩემპიონია. მისი სიმტკიცისა და წონის თანაფარდობა თითქმის ყველა საინჟინრო ლითონზე უკეთესია, რაც მას შეუცვლელს ხდის. აეროკოსმოსურ ინდუსტრიაში, სადაც წონა კრიტიკული ფაქტორია მსუბუქი და ძლიერი კონსტრუქციებისთვის, ტიტანი შემდეგში სიხისტითა და სიმტკიცით იმარჯვებს. სვეტის მიმართ მდგრადობა, ვოლფრამი, განსაკუთრებით მის შენადნობებში, როგორიცაა ვოლფრამის კარბიდი, გამოირჩევა ნაკაწრების, ჩვის და სვეტისადმი გამძლეობით. ის შეუდარებელია და წარმოადგენს არჩევანს საბურღი, ფრეზისა და საჭრელი ინსტრუმენტებისთვის ექსტრემალურ ტემპერატურებზე. რეკორდული დნობის ტემპერატურით ვოლფრამი უპირატესობას იძენს. ის გამოიყენება ნათურების ფილამენტებში, ღუმელების გამაცხელებელ ელემენტებში და ისეთ გამოყენებებში, სადაც სხვა მეტალები უბრალოდ დადნება. რაც შეეხება კოროზიის მიმართ მდგრადობას, ტიტანი თავისი თანცავი ოქსიდის ფენით ამ კატეგორიაში ბრწყინავს. ის იდეალურია მარილიან, მჟავე და ტუტე გარემოებისთვის, სადაც მასალის მთლიანობა კრიტიკულია. და ბოლოს, სიმკვრივის მხრივ, უდაოდ ლიდერია ვოლფრამი, რომლის სიმკვრივე თითქმის ორჯერ აღემატება თხუისას და დაახლოებით 2.5-ჯერ მეტია, ვიდრე ტიტანის სიმკვრივე. ის გამოიყენება იქ, სადაც საჭიროა დიდი მასა მცირე მოცულობაში, მაგალითად, საწინააღმდეგო წონებში და გამჭოლი ჭურვებში. კარგად ჩანს, რომ თითოეულის პრაქტიკული გამოყენება კარგად ასახავს მათ უპირატესობებს სხვადასხვა სიტუაციაში. ტიტანი ვარსკვლავია თვითმფრინავების ფიუზელაჟებში, რაკეტების კომპონენტებში, ორთოპედიურ იმპლანტებში, მაღალი წარმადობის ველოსიპედებში და სამკაულებში. ვოლფრამი გვხვდება ინკანდესენტური ნათურების ფილამენტებში, ბუთულიანი კალმების წვევებში, ბალანსივების წონებში, TIG შედუღების ელექტროდებში და რა თქმა უნდა, უძლიერეს საჭრელ ინსტრუმენტებში, ასევე ჯავშანსა და საბრძოლო მასალებში. თუმცა არც ერთი ლითონი არ არის სრულყოფილი. ტიტანი თავისი თვისებების მიუხედავად ძვირია და შედარებით რთული დასამუშავებელია, ასევე რთულია მისი შედუღებაც. საჭიროებს დაცულ გარემოს და მაღალი ტემპერატურის დროს ჟანგბადით დაბინძურების თავიდანაცილებას. ტუნგსტენი თავის მხრივ ცნობილია დამუშავების სირთულით, რადგან ის ძალიან მყარია და ოთახის ტემპერატურაზე მტვრევადია. გარდა ამისა, ისიც საკმაოდ ძვირია. საბოლოო ჯამში მეტალების ეს ბრძოლა უნივერსალურ გამარჯვებულს არ ტოვებს. ტიტანი და ტუნგსტენი თავიანთ სფეროებში ჩემპიონები არიან. თითოეულს აქვს უნიკალური თვისებები, რომლებიც მათ შეუცვლელს ხდიან გარკვეულ გამოყენებებში. ტიტანი მსუბუქი და გამძლე მებრძოლია. კორ-ობზერვერისა და ბიოშეთავსებადობის ოსტატი. ტუნგსტენი კი ქრისმაგარი გოლიათი, მაღალი ტემპერატურისა და სვეთის მეფე. ნამდვილი გამარჯვება იმაშია, რომ სწორ გამოწვევას სწორად შეარჩიო მეტალი. თუ აქამდე მოხვედი და ვიდეო მოგეწონა, გამოიწერე არხი თუ ჯერ ახარ გამოწერილი და ლაიქე და ჩართე შეტყობინებების ზარი. თუ ჩვენი კონტენტი საინტერესო გეჩვენება, გაითვალისწინეთ წევრობა, რომ დაგვეხმარო პლატფორმის შექმნაში და გახდე ჩვენი ვიდეოების მუდმივი მონაწილე. გინახავს რაიმე საინტერესო გამოყენება ტიტანის ან ვოლფრამის შენს ხოლოდვიურ ცხოვრებაში? დაწერე კომენტარებში, მინდა ვიცოდე. აქ გვერდით არის ორი საინტერესო ვიდეოს არჩევანი, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახო, რომ გააფართო შენი ცოდნა და დააგმაყოფილო შენი ცნობის მოყვარეობა. თუ გინდა რომ დაგვეხმარო, დაალაიქე ვიდეო, გამოიწერე არხი, ჩართე ზარის ფუნქცია და დაფიქრდი არხის წევრობაზე. ეს იყო ყველაფერი, ინჟინერიის მოყვარულებო, დიდი მოკითხვა და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.